მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა, ეს არის ვისკის მოყვარულთა კლუბი, ლევან ჭედია კლუბის დამფუძნებელი და შემდეგ მეც რაღაც იქვე გაჭითული ვინმე პიროვნება დავით ველიჯანაშვილი, როგორ ბრძანდებით? მადლობა. თავიდან ჩავწეროთ თუ კარგი იყოს ეს? ეს ლაფროიგები რომ უნდა შევადაროთ უკვე მიხვდა ადამიანი გვიყურებს რა და. თუ არ მოგწონს ჩავწეროთ თავიდან. არა, იყოს კაი. კაი, ხო და. მე უნდა დამეწყო ახლა ლაფროიგებია. არა, დაგეწყო კი არა, მე გავალ ახლა საერთოდ. ხო. მომაწოდე ეს ორი ჭიქა იქ. ხო და თქვენ ალბათ უკვე ნახეთ მოკლედ აქამდე უკვე იყო ვიდეო იმედი მაქვს რომ არავის არ გამოგჩათ, სადაც ლაფროიგ ლორი შევადარეთ ლეგასის. ამ ვიდეოს გადაღების დროს საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა და ეს რომ მორჩება ის ნახეთ თუ არ გინახავთ აუცილებლად შედარების დროს ვინატრეთ რომ ეს ლორის ძველი ვერსია რაც მე მქონდა მისი ნაჩუქარი კაც ვამბობ და ახალი გამოსული ეს არის უკვე რომ აი ახალს თუ გავჩითავთ ან რაღაც გავჩითოთ ან რაღაც ოქრო გამოვიწეროთ და შევადაროთ მაგრამ თაობების ომი გლიჯოთო რა ეს თაობების ომი მე რომ მიყვარს ხო და აი ჩვენი კლუბის წევრი არაჩვეულებრივი კარგი ადამიანი გამოჩნდა რომელმაც თქვა რომ მე მაქვს მეგობრებო ეგ ახალი ლორიო და აგერ ბატონო მოგცემთ და შეადარეთო გამოგვდის მშვენიერი თაობების ომი დიდი მადლობა ალექსანდრე მღებრიშვილს ამისათვის მადლობა ალექსანდრეს რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი საყვარელი ტომსიკები თავისი ლოგოებით და ბრმა დეგუსტაცია გვექნება რომ მე არ თქვან რომ ყოველთვის ძველს აგებინებთ და ეგ კარგი ფენთო თავის დროზე ეგრე გადავწყვიტეთ და ეგრე უბერავთ. ნუ აი რაღა გითხრა ახლა ლორზე აღარ გეტყვით ბევრჯერ გვილაპარაკია უასაკოლში ითვლება no age statement მაგრამ შიგნით ბევრი კასრის მიქსია გამოყენებული და ჯერ კიდე როცა აი კემბელი მაიკლ კემბელი ხო თუ რა გვარი იყო ის კაცი ჩემ მაგარი კაცი წავიდა ის ემის რა ქვია არ გახსოვს ამათ მასწავლებელი მე რა ვიცი შენ უნდა იცოდე მე რა აი ბოდიში დამავიწყდა მის სახელი ხო და მისი შექმნილი იყო და ესე აკეთებს რა ბუკეტს აკეთებს რაღაც ბევრი კასრია გამოყენებული და კასრების ძებნას აზრი არ აქვს რა ხელესიც გამოყენებული ქორთერი კასკის გამოყენებულია ამათი მოგონილი ქორთერი მათივე ექსლაფროი კასრებია გამოყენებული კიდე მგონი ცოტა ვირჯინ ოუქიც ურევია და აი ბევრი კასრის მიქსს აკეთებს რაღაც ბუკეტი გამოიყვანა ეს მოხსნა ხო ეს თეთრი ჩაჩი უნდა მოხსნათ ყველა ვარიანტი თორე ესე თავს დავინახავთ რა ამას მოხსნელია ყველაფერი თავსახურები ისედაც არ ექნება ნუ რა გითხრათ ახლა ეტიკეტისთან რო თავი დავანებოთ ეს შავი ბოთლებში გადიოდა ეს ვერსია. ნუ სად ეს თუბი, აი ახლა სად ეს ჩვეულებრივი კარდონის სქელიც არ გეგონოთ ძალიან უბრალო კარდონია, მაგრამ არ დავეძებ ჯანდაბას ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია და ეს ბევრად ზვირიჯდება და გასაგებია რომ გააიაფეს და ნუ მთელი ამბავია, თორე ეს არის აი კლასიკა ძალიან კარგი და გული მწყდება რომ ეს აღარ გამოდის. ეს მიმოხილვა კარგი იქნება თქვენთვისაც, ვისაც ლაფროიგი გიყვართ, არ გიყვართ, შედარება გინდათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი ვერსია, მათ შორის აეროპორტებშიც კი შეიძლება წააწყვეტ, ყველგან არა. ანუ duty free-ში გულისხმობ აეროპორტებში და ახლები ხო ყველგან არის და არის რა, ძირითადად duty free-ებში იყიდება, მაგრამ მაღაზიებშიც არის ყველგან. ესეც გამოწერითაც ესეც შეგიძლიათ იპო და ესეც და ამიტომ რო იცოდეთ რომელი უფრო ჩავდებ ამებს. შევადაროთ და ვნახოთ რა ძალიან დიდი სხვაობა. წლებში დიდი სხვაობა არ იქნება, არა მგონი არც მინახია სიმართლე გითხრათ, გადაფუთვა და ბრენდირება როცა მოხდა შეფუთვის, აი მაშინ შეიცვალა მისი დიზაინიც, მისი ყუთიც და ეს არის აუ ვერ ხედავ ბიჭო ამ ჩემი თვალით. L407 L3-ია ჩემი. L4-ია ეს. L3 სავარაუდოდ ერთ წლიანი სხვაობით არის კაკას გადაფუთვა რომ მოხდა მაშინ. ეს 2004 რა არის, ხო 2004-ს ვერ იქნება გამორიცხული ვაფშე. სხვა დიზაინი ქონათ მაშინ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას 2078 აწერია. ხო და სხვა ექს ფაციფია მოკლედ. ესენი მოხსნათ, აგერ ხედავთ ორივეში თანაბარი რაოდენობით ასხია, ასე რომ მაშინც რა ქვია. ხელის სიმძიმითაც რო ვერ მივხვდეთ რომელია, ეხა ჩავატომსიკებთ ამებს, ეს ყველანი დავაწყობ ამას. ჩავატომსიკეს ესენ შეცვალეს გაათეთრეს, კი არა და ხისფერი. ხო, ეს შეიძლება ნუ განსხვავებული რაც იყო ლაფროიგის ბოთლები, ზოგი შავი იყო, ზოგი მწვანე იყო, შეფუთვა ყოველ შემთხვევაში. ყველაფერი გააერთიანეს და ყველაფერი არის თეთრი, ესეთი ჩაოლებრივი მუყაოს კარდონით, ერთნაირი ეტიკეტით, უბრალოდ ტექსტები არის ზედ სხვადასხვა ეტიკეტს. გადაკვანზე წინა მხარეს ეს ხელმაინც ეგრე შვები მარტო? ეს გადაკვანზე აღარ უნდა წინ? არ ჩერდება. აი, მაშინ აღარ მეც აღარ ვიზამ რომ არ ვიცოდეთ რომელია. უბრალოდ გავქვაჩეთ. აჰა, აი ერთნაირი ორი. სიმაღლეზე დავაყენოთ. კი ბატონო, ეს დატრიალებაში მაინც მოიჩხლარდება და მას იზამს. კაი, всё, ეგ არის, რამო დავიწყო ამას ბევრი ფილოსოფია ასჭირდება, უბრალოდ ვიცოდეთ, შეიცვალა თუ არა გემოები, თუ მივაქციოთ თუ არა ყურადღება, იქნება ახალი ჯობია და ახალი ვიყიდოთ და აღარ ვიყიდოთ კაც ძველი. ღმერთმა ხნას, ვაიმე, ამ თაობების ომში სულ როგორ. მიხედე იქით, დავიწყეთ. ტრიალები, ოპა. მაიცადე, მოვატყუოთ ახლა ლევანი.
ეხა ისევ წინ წავედი, ნახე? აბა. ეხა ისევ წინ წავედი. ასე რომ აზრზეც არა ხარ ხდება რა. მეც უკვე არა ვარ აზრდად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც შენც თმით კი. მიდი შენც 1-2 ცალიქენი მიდი. აჰა. ვიხილები ვინც ვერ დაიმალა ცენტრალი არ არის თუ როგორ არის საქმე აღარ მაქვს. კაი, დავასხათ რა, აქეთ და იქით. აჰა. შევაყოფიო ჭიქასთავი. აჰა. ეს მეყოფა. კაი, ეს მე მოწოდა დაგისხ. თუ ოკეი. იყოს. აჰა, მარცხენა იყო ჩემი. მარცხენა, მარჯვენა. არ ვიცი სად რა არის. აბა ნახო. დავიწყოთ შენგან, შენი მხრიდან. დავიწყოთ მარცხენა მარჯვენა წერთ, რა ვიცი. მოდი. იყოს აბა, წავიდა. კაია. კაი. განხილვას არ ვაკეთებთ. ვადარებთ უბრალოდ, ამიტომ დიდად აღარ მოყვებით რა. იმ ვიდეოში ნახილვა. განხილვას გაინტერესებთ, რამდენიმე კვირის წინანდელი ვიდეო ნახეთ და იქ ლორი ძალიან დეტალებში აღწერეთ არომატებით და ყველაფრით რა. კაი, რაღაცნაირი სიტყვები აქვს ლორს, რომელიც განსაკუთრებით მაყარებს თავს, რაღაცნაირი სიტყვების. თან მსუბუქი, თან შესამჩნევად კარგი ვანილოვანი. კი. სიტყვები ვანილი, თან შებოლვა რაღაცნაირი ცოტა მოტკბო და ცოტა ნაცრიანი ერთად, რაღაცნაირი შებოლვა. ძალიან ლაფროგი შებოლვა არა აქვს. ოსტოში სხვა ლაფროიგის მოდელებთან შედარებით. მოდელი კაი. კაი, მეორე. აბა. ვაუ. სპორომია. ბიჭო არც ისე. ჩემთან სხვა. პროსტა ის არის. იცი რა შეიძლება ჩემთან ინტენსივად რომ მოდის სიმძაფრე ვერ ხვდები, მაგრამ ინტენსივობა აქვს ნაკლები მარჯვენას მე მგონი ოდნავ. შეიძლება ამან გამოგიზიანო რეცეპტორები, აბა კიდე ერთხელ. კი, გაღიზიანდა, იმიტომ რომ აკეთაშიც დაიკლდა ხოლმე ცოტა, მაგრამ მაინც ამაში აკეთ მხარეში უფრო მეტი შებოლვა არის და ყველაფერი უფრო მეტად მოდის და ინტენსივობა მეტი აქვს, სიტყვას მეტი აქვს. ანუ სიმსუხე მარცხენას მეტი აქვს მე მგონი. იცი სიტყვა თითქოს ამაში წერს, თითქოს ნაკლები შებოლვა. არის. შებოლვა თითქოს ნაკლები აკეთაში, აი ამაში. შებოლვას ნაკლებია, მაგრამ სიმსუყა სისქე, ბუკეტის სისქე ნაკლებად არ მოდის მარჯვენაში. ვიდრე მარცხენაში. ოღონდ ჩვენ ძალიან მიზერულ სხვაობაზე ვლაპარაკობთ ხო? საკმაოდ პატარაზეა ლაპარაკი, არის იმდენად პატარაზე, რომ აი გვიჭირს კიდეც სახელი ზარქმევა. პირველი შეყვნისთვის დროს ძალიან დიდი სხვაობა იყო და მე ნელა გათანაბრდა და ეხლა პირიქით აკეთაში უფრო წამოიღო სიტყვა და იქითაში საერთოდ გაქრა ყველაფერი. რაღაცა შეტრიალდა რა. უცნაურია. ბიჭო, არა, ჩემთან მე რაც წერან თქვი, ჩემთან იგივეა ამ ჭიქებითაც. აქ მეტი სიტყვა, ჩემთვის მეტი ინტენსივობა ვიდრე აქ. ეს წყალწყალაა უფრო მარჯვენა. უფრო ინტენსიურია მარცხენა. ანუ მარტო სიტყვა კი არა მეტი მარცხენაში. ზოგადად ინტენსივობა მეტი შებოლვაც და სიტყვაც. ანუ ბუკეტის სისქე და ინტენსივობა მეტია. ჩემთვის ძალიან გათანაბრდნენ ახლა ჩემთვის. მართლა? აი მართლა მიზერული სხვაობაა ხალხო. ეს უკვე კარგია მართლა მიხარია. იმიტომ რომ უკვე ხვდები რომ ახალი ან ძველი უარესი არ იქნება. ანუ ეს მესტიშო ვისკი კარგია. ისევ ისეთია თითქმის რა, იმიტომ რომ ძლივს პოულობ სხვაობას ხო ხედავთ არა? არა, მე ჩემ აზრს ვჩები მარცხენას მეტი სიტყვა და მეტი ინტენსივობა აქვს, მაგრამ ძალიან პატარა სხვაობა. ანუ ეს იქიდან მარჯვენა, ხო? ჩემთან ახლა აკეთებს. უი, თქვენგან პირიქით არის, ხო? ანუ ამას აქვს მეტი ინტენსივობა და ჩემთვის მეტი ინტენსივობა და მეტი სისქე, სუნის სისქეს გულისხმობ. სხვადასხვა გემონდა ამას გათხელებულია ცოტა ეს ყველაფერი ოდნავ მკრთალია ვიდრე არა. აი ჩემთვის თუ უნდა რაღაცა განსხვავებული ვიპოვო, აკეთ არის ოდნავ უფრო მეტი ტორფით და აკეთა ოდნავ უფრო მეტი სიტყვით. ეს არის სხვაობა. ტორფი გეთახმები, აქ მეტია ინტენსივობას, იმიტომაც მაძლევს. მაგრამ სიტყვაც მეტია ჩემი აზრით აკეთ რა. უბრალოდ აქ რო ტორფი ნაკლები გაქვს, იმიტომ გაჩვენება რომ სიტყვა მეტია. ხო. კაი, გავსინჯოთ. თან მართალი ხარ, აქ მეტი ეს ტორფიანია უფრო, ეს უფრო ტკბილია. სულზე უფრო ტკბილია ის მარჯვენა. მართალი ხარ. აუ, ინტენსივობაში ძალიან პატარა სხვაობაა, მაგრამ ჩემი აზრით არის, აი ეს უფრო ინტენსიურია, ოდნავ, მაგრამ რაც შეეხება ბუკეტის სხვაობას, всё, დადგინდა, გეთახმები შენც. ამაში ოდნავ ნაკლები ტორფიანობა და შესაბამისად უფრო იძლევა ამის გამო, ამაკედან ამოწეული არის ნაკლები ტორფიანობის გამო უფრო გრძნობ მეტ სიტყვას. აი ეგეთი ამბავია. გასინჯე რომ მე. არა, რომლის დავიწყოთ? აი ისე მარცხნიდან დავიწყოთ. აი, მოდი აბა. ფლაგებლიერი ეს ხერი ესა.
პილპილი შავშავი და სიტკბო ერთად და ტორფებიც გადავიდა და აუ რა გვიან წამოვიდა აფეთქება. რო გადავყლაპე, სამი გადაყლაპის მერე 1 2 3 და 4-იც კი და მერე ძალიან კაია. და ამ სიგრძე დაბოლოება აქვს. თოდო არ არის ხა წყლით ჩავრეცხოთ. თოდო სხვა რა გზა. ვერ გალოდინებთ ბატონო. ვერც ჩარეს ხო? რაღაც ვერ ჩარეს ხო, მაგრამ იგივე ბუკეტია და არა უშავს. ხო რა. კაი, მეორე. დავაძინეთ რეცეპტორებს ზედაპირად. კიდევ უფრო გატყობა ახლა. ისო პირველი გავსინჯეთ. ხო. ძალიან მსუბუქია. ой, არა, როგორი სიცხარე წამოიღო ენაზე? წამოიღო. სუსხანაერი. აბსოლუტურად სხვანაირია. აქაც გვიან არის აფეთქება, ეს კარგი, მაგაში გავს. აუ, მაგრამ იცი რა არის, მარტო რაღაც შეგამოლებით თხელი იყო უფრო. და თხელი იყო და რაღაც სიმწარე არ დაგიტოვა ძალიან გვიან. არ დაგავიწყდეს თუ ჩვენ იმის მერე ვსვამთ. ანუ უკვე აგზნებულია ჩვენი რეცეპტორები. ოდნავი სიმწარე დატოვა, მაგრამ არ არის ცუდი სიმწარე, პილპილის სიმწარეს გავს. და სიტყვა საერთოდ არ არის. სიტყვა იყო გამოლების დროს. ხო, აი დაბოლოების დროს. დაბოლოების აღარ არის სიტყვა, ამაში იყო. აკეთაში იყო. კი, იყო. მოდი, პატარა სხვაობა არის, მოდი ესე ვთქვათ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი სხვაობაა და არიქა და ვინერვიულო, რომ ან კარგისკენ წავიდა, ან ცუდისკენ. თუმცა, აი ეხლა რომ ვინმე მეუბნებოდეს ბლაინდზე ამორბოც სავსეები რო იყოს და დამისხა გასინჯდა რომელი გინდა რომ წაიღეო, ამას დავიღებდი რა უფრო. მეც კი. ცოტათი მაინც ჯობია. და აზრზე არა ვარ რომელი არის ახალი და რომელი ძველი. უბრალოდ იქითა მომწონს. კაი ფინიშ დატოვა და. მაგრამ აი ეს მაინც ხვის იყო. ლაფროიგია რა. აბა მოდი ერთი სწავლეთ ესა. შეიძლება ამანაც იგივე სიმწარე წამოიღოს ეხლა უკვე რა. წყლის ბრალი ხო არ არის რომ გადარეცხილზე კიდე რაღაც სიმწარეს ხო არაჩენს. არა ეს ხვირზე. აუ ეს გატკბა. ძალიან გატკბა. ეს არ გატკბა ხვირზე. ამას იგივე აქ რაც იყო თავიდან. უიმე ძალიან გატკბა ეს. არა იმან უკვე აჯობა, მაგრამ კიდე გავსინჯოთ. უკვე აჯობა. ვილია, ნაკლები აფეთქება, ხო გემონა წყალის გადარეცხვა მაინც თავისე შვება. მაგრამ იცი რა, ამას სიმწარე არ ქონდა. ამას სიცხარე აქვს და ამას სიმწარე აქვს. აი ეგრე სხვა. ოდნავ დაკრავს სიმწარე, კი. ოდნავ დაკრავს. მოკლედ ეს ჯობია, ჯობია, თალსახად ჯობია. მაგრამ აი რამდენი ჯობია, თქვათ თუ 10-დან 8 ქულას დაუწერდით ამას, 7 დაუწერდი ამას რა. არა, ნუ შესამჩნევი 1 ქულა, 10-დან 1 ქულა შესამჩნევად ჯობია. შეიძლება რაღაცა უფრო კიდევ უფრო დააკლოს, მაგრამ მე მეც არ დავაკლებდი, მაგრამ შესამჩნევად ჯობია რა. ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად. გავხსნათ? რომელმაც აჯობა, თუ რომელმაც ააგო? მიდი რომელმაც აჯობა გახსნა. რომელმაც აჯობა და გამარჯვებული ლაფროიგი არის ძველია, რა იმედი მქონდა ახალი იქნებოდა რა. მართლა მინდოდა ახალი. უნდა თუ აქეთაც ახალი დას. აჯობა ძველმა. ცუდია ხო? ცუდია. აჯობა ძველმა შესამჩნევად, უფრო მეტად შესამჩნევად, ვიდრე რომლები იყო ლაფროიგი 10 წლიანები შევადარა. 10 წლიანებში ახალმა აჯობა, პორტერშიც ახალმა აჯობა. ერთადერთი რომელშიც ძველმა აჯობა იყო შერიოუკი. შერიოუკში ძველმა აჯობა, აი დაახლოებით იგივე სხვაობა იყო იქაც. კი. დაახლოებით იგივე ხარისხის სხვაობა იყო, აი მოცულობითი სხვაობა. იქაც ძალიან დიდი სხვაობა არ იყო, მაგრამ ნუ იგივე სხვაობა იყო რა. მე მგონი აქ მეტია დაჟე. იქ აჯობა, იქ ტორფი იქონდა 1 და სიტკბოს შერეხერესი ნაკლები. ჩვენ შერი მოგვეწონა ეს ხერესში, ახლის არომატები მოგვეწონა და ამიტომ ძველისკენ წავედით უფრო და აქ ამ ახალს ძველმა აჯობა იმით რომ ჩემთვის ახალი ცოტა უფრო სიმწარე, ხო, აი თხელია და სიმწარისკენ წავიდა ბოლოს. ხო, ეს ოდნავ უფრო თითქოს უფრო კარგად დამწიფებულია და უფრო მეტად ასაკოვანი სპირტები ასხია შიგნით სავარაუდოდ ეგრეც არის. სავარაუდოდ. ეგ არის და გრავი, ჩვენი რჩევა შესაბამისად შემდეგში მდგომარეობს. მიაწექით ძველს, სანამ ჯერ კიდე duty free-ში იყიდება. თუ არჩევანი იქნება ძველი აიყო. ამ ვიდეოს რო წერთ, ამ დროს ზუსტად ვიცი რომ თბილისის duty free-შიც იყიდება ძველი ლოგი. ხო რა? კი, იმიტომ რომ ეხლა ხანს ვნახე რა. კიდევ არის, კი, არის მაღაზიებში არის, სანამ არ იყიდეთ რა, ორივე თუ იქნება, ძველი იყიდეთ თუ თუ ლორი გინდათ და ძველი არ იქნება, ახალი იქნება, გულს კი არ დაგწვიდავთ. კარგია, მაგრამ ეს ჯობია. ხო. ეგ არის და ეგ. გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. აბა,